მოგესალმებით ყველას, ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს წმინდა დიდმარხვის შესახებ და შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე კვირა, რაც დაიწყო მარხვა. ვინც მარხულობთ, ღმერთმა გააძლიეროს თქვენი მარხვა, შეიწიროს თქვენი ღვაწლი და ვისაც არ მოგიფიქრებია ჯერ მარხვის დაწყება, გთხოვთ, გემუდარებით, რომ დაიწყოთ მარხვა. მარხვა ჩვენი სხეულისთვის და ჩვენი სულისთვის აუცილებელია, რათა გავძლიერდეთ, ავმაღლდეთ, დამშვიდდეთ, დავმდაბლდეთ და ვიყოთ უკეთესი ადამიანები, რომ ღმერთი იყოს ჩვენთან უფრო ახლოს. ვინც წინა ვიდეო რგოლები მოისმინეთ, გახსოვთ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ მოსამზადებელ პერიოდზე, ვისაუბრეთ წინა კვირაზე, მართლმადიდებლობის ზეიმზე, დღეს კი მინდა გესაუბროთ მეორე კვირის შესახებ, კერძოდ კი ამ კვირას ეწოდება წმინდა გრიგოლ პალამას ხსენება, ხსენების დღე და თუ რატომ ეხლავე აგეხსნით მას, თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ უარყოფით პერსონაჟებზე, მოსამზადებელი პერიოდი ამას გულისხმობდა, რომ ჩვენ დავფიქრებულიყავით, გადაწყვეტილება მიგვეღო, რომ მარხვა შეგვენახა და რატომ იყო საჭირო მარხვის შენახვა და როგორც კი დაიწყო მარხვა, პირველივე კვირა ეკლესიამ აღნიშნა მართლმადიდებლობის ზეიმი, ანუ ჭეშმარიტების გამარჯვება ერესებზე, ანუ რომ ჩვენ გვიპყრია ჭეშმარიტება, ერთადერთი ჭეშმარიტი ამხსარებლობა, ეს არის მართლმადიდებლური ამხსარებლობა დედა ეკლესიის წიაღში და აი ამ ამხსარებლობას სჭირდება დაცვა და გაფრთხილება და თითქმის შეიძლება ითქვას, რომ მეორე მართლმადიდებლობის ზეიმი არის წმინდა გრიგოლ პალამას თესალონიკის ეპისკოპოსის ხსენება, რამე თუ ამ ერთმა ადამიანმა შეძლო ჭეშმარიტება დაეცვა, ჭეშმარიტებას სჭირდება მძლავრებითი, ახოვანებითი დაცვა, ამხსარებლობის, ცხოვრების წესით და ამიტომაც ეკლესიამ განაჩინა, რომ იმ ადამიანის, იმ წმინდანის შესახებ მოეთხოვრო ჩვენთვის, ვინც ჭეშმარიტება დაიცვა ქადაგებით, სწავლებით და ცხოვრების წესით. მე-14 საუკუნის წმინდანი გახლავთ წმინდა გრიგოლ პალამა, რომელმაც დასავლეთის ერთ-ერთ ბერს სამხრეთ იტალიიდან განხლდათ კალაბრიელი ვინმე ვარლაამი, რომელიც თავიდან შეიძლება ითქვას, რომ სულაც არ ქონია ცუდი განზრახვა, იმოგზაურა აღმოსავლეთის ეკლესიაში და მოინდომა მართლმადიდებელი აღმოსავლელი ბერების ცხოვრების წესის შესწავლა. აქ უკვე მინდა დავძინო, რომ განხეთქილება ჩვენ შორის უკვე მომხდარია, მოგეხსენებათ, რომ დასავლეთის ლათინური ეგრეთ წოდებული პაპისტური ეკლესია გამოეყო ჭეშმარიტებას მართლმადიდებლურ ეკლესიას 1054 წელს და აი ეს ბერი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ შემეცნების სურვილით მიდის ათონზე, რომ შეისწავლოს ბერების ცხოვრება, იწყებს ბერების დასვინვას, იწყებს სრულ სწავლებების შემოტანას ეკლესიაში, კერძოდ მან იხილა ისი კასტები, ანუ მდუმარებაში მლოცველი ბერები, დაყუდებული ბერები და მათ დაუწყო დაცინვა და შემდგომში მან განაცხადა, რომ თაბორის ნათელი არის ხელოვნური, ანუ ხელთქმნილი ნათელი. მოგეხსენებათ, რომ თაბორზე იესო ქრისტემ ჭეშმარიტმა ღმერთმა ნათელი გარედან კი არ მიიღო, თვითონ როგორც ჭეშმარიტმა ღმერთმა შიგნიდან გამოსცა ნათელი. და აი ეს ბერი, რომელსაც შევავდ ვარლაამი, ამბობდა, რომ ეს იყო როგორც მოსეს ნათელი, ხელთქმნილი ნათელი და ამით ბუნებრივია მან გარკვეული მკრეხელობა შემოიტანა ადამიანის აზროვნებაში. აი ზუსტად გრიგოლ პალამა იყო პირველი ის მოძღვარი, რომელმაც ძალიან დიდი ცოდნით თავისი სწავლება, ჭეშმარიტი ეკლესიის სწავლება ჩამოაყალიბა და დაამარცხა ვარლაამი და ვარლაამი, ესე თქვა, შეიძლება ითქვას, რომ უდამოძუებული გაემართა თავის სამხრეთ იტალიაში, კალაბრიაში. მე ხა ძალიან მოკლედ გიყვებით ამ ყველაფერს, მინდა რომ თქვენ თვითონ წაიკითხოთ გრიგოლ პალამას ცხოვრება და დაუკვირდეთ მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომ მარხვაში მარტო
საკვების მოკლება არ არის მთავარი, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ჭეშმარიტება გვიპყრია, რომ იესო ქრისტე არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე და ჭეშმარიტება სჭირდება დაცვა ცხოვრების წესით, აზროვნებით, ჩაცმით, დახურვით, ყოფაქცევით, რომ როდესაც ჩვენ, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, გვიხილავენ არა მართლმადიდებელი ადამიანები და წარმართები, ჩვენი დიდიდოს ღმერთი საზოგადოებაში და არ დაიგმოს და არავინ არ თქვას, რომ აი ნახე, აბა ეს რა ქრისტიანია, აბა ეს რა ცხოვრებით ცხოვრობს. აქავე მინდა დავძინო და დაპირებული შევასრულო, ყველა შეგახსენოთ, რომ შაბათ-კვირის გარდა, ანუ პარასკევს საღამოს უკვე წყდება და კვირა საღამოს იწყება ეფრემ ასურის ლოცვა, რომელსაც თქვენ ამბობთ, უпростоრეთ უნდა ამბობდეთ გარკვეული მეტანიებით და ამ ლოცვის შესახებ მინდა ზოგადად შეგახსენოთ. და ასევე ვინც ამ ლოცვას არ კითხულობს, გთხოვოთ, რომ დაიწყოთ ეფრემ ასურის ლოცვის კითხვა. ასევე წაიკითხეთ ეფრემ ასურის ცხოვრება, მე-4 საუკუნის ძალიან დიდი სინანულის მამა გახლავთ და მიხვდებით, როგორ მოვიდა ეს ადამიანი ღმერთთან, როცა მას ცილი დასწამეს და ცხოვრების ქურდობა დააბრალეს, ციხეში, საპყრობილეში დაფიქრდა ღვთის განგებულებაზე და საპყრობილი და პატიმრების გასაგონად, მშალდებულების გასაგონად ვამბობ, გამოვიდა უკვე, ასე თქვათ, მორწმუნე ადამიანი და ძალიან ბევრი სწავლება დაწერა სინანულის შესახებ. ეს ლოცვა გახლავთ 3 მუხლით, 16 მეტანიით და მინდა ეხლა რომ ამ ლოცვის შესახებ ზოგადად გესაუბროთ და ძალიან საინტერესო შესავალი აქვს ამ ლოცვას და გთხოვთ, რომ გაამახვილეთ ყურადღება პირველ მუხლზე უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო. ანუ ადამიანი სანამ დაიწყებს ლოცვას და უფალს მიმართავს, ის აღიარებას აკეთებს, რომ უფალი და მეუფე ჩემი ცხოვრებისა ეს არის ღმერთი. აი ძალიან ბევრ თავისუფალ წყალებში ადამიანს გონია, რომ ის არის თავისუფალი და ასეც არის თავისუფალი ადამიანი უნდა იყოს, მაგრამ ის თუ უზენაეს ძალას არ დაემორჩილება, როგორც ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, ჭეშმარიტი თავისუფლება არის უფლის მორჩილება, ის ვერ იქნება თავისუფალი, მის და უნებურად აღმოჩნდება უკეთური ძალების ქვეშ. ანუ პირველ რიგში სანამ ადამიანი იწყებს ლოცვას, ამბობს, რომ უფალი და მეუფე ცხოვრებისა ჩემისა არის ღმერთი, იესო ქრისტე. ეს არის პირველ რიგში გასააზრებელი და შემდეგი მუხლი ძალიან საინტერესოა, სულსა, უქმობისასა, მიმომწვილობისასა, მთავრობის მოყარეობისა, ცუდად მეტყველებისასა, ნუ მიცემ მე. ანუ აქ უქმობა არ იფიქროთ იმაზე, რომ ადამიანი უსაქმურად არის, შეიძლება ძალიან დაკავებული იყოს ადამიანი თავისი ცხოვრების წესით, ბევრი სამსახურები კონდეს, მაგრამ უქმი იყოს, უდები მონა იყოს უფლის წინაშე. ანუ ის არანაირ სიკეთეს არ აკეთებდეს, არანაირ წყალობას არ აკეთებდეს, არ აინტერესებდეს, არანაირი ქველმოქმედება გარშემო არ იმზირებოდეს და არ აინტერესებდეს ვის რაში ჭირდება, როგორც წმინდა ილია მართალი ამბობს, რომ ყოველ დღეს თავის თავს არ ეკითხებოდეს, აბა დღეს მე ვის რა ვარგე. ანუ თა ჩვენ მარხულობთ განსაკუთრებით მაშინ ეფრემ ასურის ლოცვა შეგვახსენებს, რომ უქმად არ უნდა ვიყოთ, ანუ სიკეთე უნდა ვაკეთოთ ჩვენ ახლო მყოფი მოყვასი ადამიანების მიმართ. სულსა უქმობისასა და მთავრობის მოყარეობისასა. ანუ ადამიანი ძალიან ხშირად ცდილობს აღზევდეს სხვა ადამიანზე, ეს შეიძლება იყოს ქმარი, ცოლთან, ცოლი ქმართან, ან დედმამიშვილთან და მეგობართან, მთავრობის მოყარეობა, ანუ ბატონობა, ხელმძღვანელობა, უფროსობა, ეს განსაკუთრებით ქართველებს გვახასიათებს და გვინდა რომ ვიყოთ, ასე თქვათ, ვიღაცაზე აღზევებული, აღმატებული და ვმართოთ სხვა ადამიანები. ესე გასაგებია, ძალიან მოკლედ საუბრობთ, იმიტომ რომ არ მინდა რომ გადაგღალოთ, უქმობის სული, მთავრობის მოყარეობის სული და ცუდად მეტყველების სული. ესე იგი, ცუდად მეტყველების სული, ეს არის ბილსიტყვაობა, ეს არის ავსიტყვაობა, ეს არის ჭორაობა, ეს არის განკითხვა, ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, როცა ადამიანი მარხვაზეა და განსაკუთრებით ენას არაჩერებს, როცა ის 24 საათი სოციალურ ქსელში იქნება თუ რა ვიცი როგორც რაღაც ახერხებენ ამას, მარხულობენ, მაგრამ მაინც ჭორაობენ, მაინც ავსიტყვაობენ, მაინც განეკითხავენ და
ასე თქვათ, ენას არ აკავებენ. ადამიანს შეუძლია თავი ქმნილებათა შორის ერთ-ერთი მეტყველი არსება გახლავთ ადამიანი ხილულ ქმნილებათა შორის და მას შეუძლია სიტყვით მოკლას ადამიანი გული ასე თქვათ ატკინოს და სიტყვით შეუძლია რომ ადამიანი ასე თქვათ გაახაროს და გააბედნიეროს. ასე რომ ჩვენ დაუკვირდეთ სულ საუქმობისასა, ცუდად მეტყველებისა და თავრობის მოყარეობისასა, ნუ მივცემ მე, ანუ აი ამ განსაკუთრებით აი ამ ცოდებს უნდა გაერიდოს ადამიანი მარხვაში. არანაირი ჭორაობა, არანაირი განკითხვა, არანაირი უქმათყოფნა საჭიროა რომ ადამიანი ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს და იცოდეთ რომ ყველა ცოდვას თავისი არაწმინდა სული ყავს. გარკვეული არაწმინდა სული, რომელიც ჩვენ სულს დახვდება საზვერეში, წაგვიყენებს ბრალს, რომ ეს ადამიანი, ასე თქვათ, მე გამოჭერილი იყო ამ ცოდვაში და ეს შეყვარებული იყო უსაქმური, იყო ბილჩიტყვაობაში, იყო თავრობის მოყარე და ცუდად მეტყველი. აი ამას კარგად დაუკვირდით მარხვაში, რას უსმენთ, რას უყურებთ, რაზე ვსაუბრობთ და საერთოდ რას ვაკეთებთ. და აი ამ ცოდვების საწინააღმდეგო არსებობს, ასე თქვათ, სათნოებები, რომელიც ჩვენ მარხვაში უნდა შევიძინოთ. ხოლო სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა. მარხვაში ადამიანი იწმინდება სახარების კითხვით, საკლების მოკლებით, ენის დადუმებით და ქველმოქმედებით. პირველ რიგში ადამიანმა სიწმინდე უნდა შეიძინოს მარხვაში. საჭიროა სიყვარული, საჭიროა რომ იყოს ადამიანი თავდაბალი, იყოს ადამიანი უბრალო. თორსა ამ სიტყვებს ჩვენ წავიკითხავთ, მარტო მექანიკურად არ წავიკითხოთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა. იცით რომ წერია წმინდა წერილში, რომ ბოლომდის მომთმენი გადარჩება. აი ხედავთ თქვენ რა მდგომარეობა ქვეყანაში, ხედავთ რა მდგომარეობა მსოფლიოში და აი ამ ყველაფერს ჭირდება დათმენა, ამ ყველაფერს ჭირდება სიმდაბლის, მოთმინების და სიყვარულის სული, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გადავიტანოთ. და თუ ჩვენ რამე არ მოგწონს ხელისუფლებაში, ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ და უნდა ჩვენი დამოკიდებულება არჩევნების დროს გამოვხატოთ. ყოველი გარკვეული დემონსტრაცია და აურზაური არის ეშმაკის წისქვილზე წყლის დასხმა. ეს ყველა და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს და თავისთავად დაუსვა შეკითხვა, რატომ არის ხალხი ქუჩაში გამოსული და რატომ არის ხალხი ამ მდგომარეობაში იქნებ უყურადღებობა არის და იქნებ მეტი ყურადღება ჭირდება ადამიანებს. ეს ხელისუფლებამაც უნდა გაითვალისწინოს, ოპოზიციამაც უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ მე როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებს ყველას მოგმართავთ და გთხოვთ, როცა მარხვაზე ხართ, განსაკუთრებით მაშინ გქონდეთ სიწმინდის, სიყვარულის, სიმდაბლის და მოთმინების სული და განეშორეთ მიმომწვილობას გამომჩა. მიმომწვილობა ეს არის მოწყენილობა სულ საუქმობისა და მიმომწვილობისა და ცუდ მეტყველებისა, თავრობის მოყარეობისა, ხო? მიმომწვილობა ეს არის მოწყენილობა, ადამიანი რომელიც ასე თქვათ უქმად არის ის ჩავარდება ბუნებრივია მოწყენილობაში. და ამიტომ არის თქვენ ხედავთ ამდენი სოციალური ქსელი, ამდენი კომედი შოუ, ამდენი გართობა და განსაკუთრებით რატომღაც მარხვაში იმართება იუმორინას საკონცერტო გამოსვლები და თუ კი რამე დღესასწაულია რაღაცა საერო, მაინც და მაინც ყველაფერი მარხვაში. გთხოვთ, მოერიდეთ სანახაობებს, მოერიდეთ საკვებს, მოერიდეთ ყოველგვარ დებოშს და ყოველგვარ აურზაურს, ყოველგვარ ჩხუბს და აყალ-მაყალს. ამას კარგი არც ხელისუფლებისთვის მოაქვს, არც ერისთვის მოაქვს, არც პოზიციისთვის და არც ოპოზიციისთვის. მე კიდევ გიმეორებთ, რომ თუ რამე ჩვენ არ მოგწონს, ეს უნდა კანონიერი გზით დავაფიქსიროთ და თუ რამე არ მოგწონს, უნდა ღმერთს შევევედროთ. ღმერთს უნდა ვთხოვოთ, რომ უკეთესი ხელისუფლება გყავდეს. უკეთესი ცხოვრება თუ გვინდა, ჩვენ უნდა შევიცვალოთ. სანამ ჩვენ არ შევიცვლებით, არ შეიცვლება ხელისუფლება, არ შეიცვლება ოპოზიცია, არაფერიც არ შეიცვლება. შეცვლა ნიშნავს იმას,
რომ თუ რამე არ მომწონს, მე ჩემ თავში უნდა გამოვასწრო. თუ ხედავ, რომ ჩემი ქვეყანა ღარიბია, თუ ხედავ, რომ ჩემ ქვეყანაში არ არის სიყვარული, თუ ხედავ, რომ ჩემ ქვეყანაში ბევრი უსაქმურია, ბევრი თავრობის მოყვარია, ბევრი მოწყენილი ადამიანია, ბევრი დარდიანი და სევდიანია, მე ჩემი თავიდან უნდა დავიწყო ამ ყველაფრის გამოსწორება. მე აღარ უნდა ვიყო თავრობის მოყარეობაში, აღარ უნდა ვიყო უქმათმეტყველებაში, აღარ უნდა ვიყო მოწყენილობაში, აღარ უნდა ვიყო ბილსიტყვაობაში და უნდა ვივედრო ღმერთს განსაკუთრებით დიდ მარხვაში, რომ სული მომცეს სიწმინდისა, სული მომცეს სიმდაბლისა, სული მომცეს თავმოთმინებისა და ყოველგვარი აი ამ მარაზმის ატანისა. არასდროს ადამიანები კმაყოფილები არ იყვნენ თავიანთი ცხოვრების, არსებული ხელისუფლების და ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი მათი ცოდვების შედეგი იყო. თუ გინდა რომ გამოსწორდეს სხვა, გამოსწორდი შენ. თუ გინდა რომ შეიცვალოს სიტუაცია ქვეყანაში, შეცვალე სიტუაცია შენ თავში, შენ ოჯახში, შენ ცხოვრებაში. აღარ დაიწყევლო, აღარ იყო ბილსიტყვაობაში, აღარ განიკითხო, გაატოკე ხელი, იყავი მხიარული, იყავი მლოცველი, იყავი სახიერი, კეთილი, გააკეთე სიკეთე, გიყვარდეს ადამიანები, არ მიბაძო უკეთურ ადამიანებს, მიბაძე წმინდა გრიგოლ პალამას, მიბაძე იმ წმინდანების ცხოვრებას, ვისაც ეკლესია დიდ მარხვაში განსაკუთრებით იხსენებს. დამერწმუნეთ ჩემო ძვირფასებო, ყველამ შევინახოთ მარხვა, უმრავლესობამ შევინახოთ მარხვა და მარხვის ბოლოს საქართველოში იქნება უკეთესი მდგომარეობა, იქნება აღმავლობა, იქნება სულიერი აღტაცება, იქნება სიხარული, იქნება სიყვარული, რაც ნაყოფი სულისა არის. და დღეს ჩვენთან ნაყოფი სულისა კი არ არის, არის ნაყოფი ხორცისა, რაც არის შუღლი, შური, ბოროტება, განკითხვა, აყალმაყალი, აურზაური და ასე შემდეგ. მე არავის არ ვაფარებ ხელს და მე მინდა რომ ჩემი ხელისუფლება იყოს ეროვნული, ჩემი ხელისუფლება იყოს ხალხის მოყვარე, ზრუნავდეს არასაკუთარ გამდიდრებაზე, არამედ ერის გაძლიერებაზე და განმტკიცებაზე და ჩემი ხელისუფლება და ჩემი ერი არ იყოს მიდრეკილი რომელიმე ზე ქვეყნისგან და ერთი მონობიდან გამოსვლით არ შევიდეს მეორეს მონობაში, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს, როგორც წმინდა ილია მართალი ამბობს და არ ვიმზირებოდეთ რომელიმე დიდი ქვეყნებისკენ და არ ლანძღოთ და ვაგინოთ სხვა ერები და ჩვენი თავი სხვაზე უკეთესი არ გვეგონოს. ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა და არც ერთი ზე სახელმწიფოს ელჩი იქნება, პარლამენტი იქნება თუ ხელისუფალი იქნება, არ მიგვითითოს და არ გვითხრას, რომ თქვენ ასე გააკეთეთ და ისე გააკეთეთ. ადამიანი თავისუფალია, თავისუფლებისთვის არის მოწოდებული და იმისი ადამიანის თავისუფლება შენარჩუნებული იქნება, თუ მისი უფალი და მეუფე იქნება იესო ქრისტე. სხვანაირად ადამიანი იქნება თავისი ვნებების მონა, თავისი სურვილების მონა, უკეთური აზრების და სწავლების მონა და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მონურ მდგომარეობაში. ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ უკვე დიდი ხანია დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, ვითვლებით უпростоრად და ღმერთმა ინდებას რომ ჩვენ მართლა ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ სულიერად ვართ დამოუკიდებელი, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია არავის მონობაში არ არის და ასევე ჩვენი ხელისუფლებას უნდა იყოს დამოუკიდებელი. და კიდევ ვიმეორებ, რომ თუ რამე არ მოგწონს, ჩვენი თავის გამოსწორებით დავიწყოთ და ერთი ერის მონობიდან გამოსვლა არ ნიშნავს მეორე ერის მონობაში შესვლას. ჩვენ არავის მონები არ ვიქნებით და ჩვენ უნდა დავამარცხოთ საკუთარ თავში ღვნება. ჩვენ უნდა დავამარცხოთ საკუთარ თავში ყველა ის ცოდვა, რაც ძალიან გვაწუხებს და ზუსტად ეფრემ ასურის ლოცვა, ანდრია კრეტელის დიდი კანონი და ძალიან ბევრი დიდი მამის სწავლებები დაგვეხმარება ჩვენ ამ ყველაფერში. ასე რომ ჭეშმარიტება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უკვე 2000 წელზე მეტია, ასე ვთქვათ, იცავს, უნდა მას გაძლიერება, მას სჭირდება მადლი, როგორც წმინდა გრიგოლ პალამამ მოიხვეჭა ეს მადლი და აი ამ მადლით უნდა
ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი აღმსარებლობა. აი დაუკვირდით, პირველი კვირა იყო მართლმადიდებლობის ზეიმი, ანუ ჭეშმარიტების დაცვა, ჭეშმარიტების შემდგომში კიდევ გავრცელება და კიდევ დაცვა ცხოვრების წესით და გარკვეული ჭეშმარიტის სწავლებებით, შემდგომში ჯურის თაყვანისცემა იქნება, ანუ ჭეშმარიტების დაცვა და მადლი ჯურის ტვირთველობის გარეშე არ არსებობს და შემდგომში იქნება იოანე კლემაქსის ხსენება, ანუ სათნოებათა კიბეზე აღსვლა. ნახეთ რა საინტერესოდ დაალაგა ეკლესიამ ჩვენი აღმსარებლობის შემეცნება, რომ ჩვენ ეს ყველაფერი კარგად გავიგოთ, დავიცვათ და ვიქადაგოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგცეთ სული სიწმინდისა, სიმდაბლისა და მოთმინებისა და სიყვარულისა, რათა დავამარცხოთ ბოროტება საკუთარ თავში და დავამარცხოთ ქვეყანაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ქვეყანაში აღარ იყოს აყალმაღალი, აღარ იყოს მიტინგები და აღარ იყოს აურზაური, იყოს სიმშვიდე, სიმდაბლე, სიყვარული და მოთმინება, რათა ჩვენი ერი გადარჩეს და სხვა ერებსაც მისცეს მაგალითი პატიოსანი ეკლესიური მართლმადიდებლური ცხოვრების. ჩვენთან არის ღმერთი.